დღესდღეობით არსებობს მრავალი გზა, რომლითაც უცხოელი ახალგაზრდები შეძლებენ ჩამოვიდნენ ისრაელში. პირადად გაეცნონ ქვეყანას და ამავდროულად მიიღონ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება. ეს უბრალოდ რეკლამა არ არის. მე გამოცდილებიდან საუბრობ. ერთ-ერთი საუკეთესო და ალბათ ყველაზე ახალი შესაძლებლობა დაინტერესებულთათვის არის ის, რასაც United Hatzel ახორციელებს. ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი გადაუდებელი დახმარების ორგანიზაცია, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ გადაუდებელი სამედიცინო ტექნიკოსის სერტიფიკატი, EMT, რომელიც საერთაშორისო დონეზეა აღიარებული ისრაელში ყოფნისას. დღეს ჩვენთან ერთად არის NREMT პროგრამის დირექტორი Ari Deutschi. დღეს თქვენი პირველი ჯგუფი ჩამოვიდა. ახალგაზრდა ადამიანები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც იწვევენ NREMT სერტიფიკაციის კურსს ისრაელში. გითხარით პირველ რიგში რას ეხება ეს პროგრამა? მართლა დღეს მართლაც განსაკუთრებული დღეა, რადგან როგორც თქვით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ვატარებთ ამ მასა United Hatzel-ას NREMT პროგრამას. სინამდვილეში ჩვენ გვყავს 8 მონაწილე. და ვფიქრობ ეს ნამდვილად ის რაღაცაა, რაც ძალიან სწრაფად განვითარდება და გადაიქცევა უზარმაზარ პროგრამად. ყოველთვის კარგია რომ ხარისხით დავიწყოთ და შემდეგ ორივე ხარისხისა და რაოდენობისკენ ვიმუშაოთ. მაგრამ დღეს მართლაც განსაკუთრებული დღეა, რადგან ისინი ახლახან ჩამოვიდნენ და დაათვალიერეს ჩვენი დისპეჩერული ცენტრი, გაეცნენ United Hatzel-ას, ჩვენ საქმიანობასა და სიცოცხლის გადამრჩენ საქმიანობას. ესე რომ ეს მხოლოდ ის არ არის, რომ ჩამოდიან და იღებენ გამოცდილებას ისრაელში, სადაც სიმართლე ისაა, რომ ეს თავისთავად მართლაც საოცარი შესაძლებლობა და გამოცდილებაა, მაგრამ ეს არის როგორც ისრაელის გაცნობა, ასევე სიცოცხლის გადარჩენის სწავლა და რეალური უნარებისა და პროფესიონალიზმის შეძენა. და რაც მათ რეალურად შეუძლიათ თან წაიღონ, რომ მიიღონ ეს სერტიფიკატი, NREMT სერტიფიკატი, რომელიც აღიარებულია შეერთებულ შტატებში, რაც მათ შეუძლიათ თან წაიღონ. როცა დაბრუნდებიან და გამოიყენებენ ამას თავიანთ საზოგადოებაში, შეუერთდებიან ადგილობრივ სასწრაფო სამედიცინო სამსახურს, ისევე როგორც გამოიყენებენ ამას სამედიცინო კარიერისკენ გადადგმულ ნაბიჯად. ამ მონაწილეთაგან ბევრი დაინტერესებულია სამედიცინო სფეროთი. ზოგიერთ შეიძლება სურს ეს რეზიუმეში მიუთითოს, ზოგიერთ შეიძლება სურს ეს გამოიყენოს როგორც რეალურ საწვის წერტილად, ან იცით შესაძლებლობა რომ სამედიცინო სფეროში მოხდეს. ან უბრალოდ ესე ვთქვათ რომ სამედიცინო გამოცდილება პირველად გამოსცადონ, ან შეამოწმონ. ეს არის თუ არა ის, რაც მათ სურთ აკეთონ. რაც არ უნდა იყოს, ისინი აქედან გამოვლენ საოცარი სიცოცხლის გადამრჩენი უნარებით, რომლებიც ყოველთვის ექნებათ თან, სადაც არ უნდა წავიდნენ. და ეს უბრალოდ ყველასთვის მომგებიანი სიტუაციაა. მათ შეუძლიათ ისრაელი ახლოდან გაიცნონ, ისწავლონ სიცოცხლის გადარჩენა და თავიანთი წვლილი შეიტანონ. ისინი გავლეს სასწრაფო დახმარების მორიგეობებზე და იცით, დაეხმარებიან აქაურ ისრაელის საზოგადოებებს. მოიყვანეთ სრული აღწერა იმ გამოცდილების, რაც მათ ელით პირველადი რეაგირების ჯგუფებთან და საგანგებო სიტუაციებთან შეხებისას ისრაელში. რა თქმა უნდა, ეხლახან მათ ექსკურსია მოაწყვეს დისპეჩერიზაციაში, რათა მოკლე მიმოხილვა და წარმოდგენა შეექმნათ, რას წარმოადგენს ეს ორგანიზაცია და როგორია აქ მუშაობა. შემდეგ კი დავიწყეთ რეალურ ტრენინგს საკლასო ოთახში, რომელიც ყველა დონეზე ინტენსიური იქნება, როგორც თეორიულად, ასევე რა თქმა უნდა პრაქტიკულადაც. სადაც ისინი საფუძვლიანად განიხილავენ და ივარჯიშებენ ამ უნარებში. ასე რომ, როცა ისინი გავლენ რეალურ გარემოში, სასწრაფო დახმარების მორიგეობებზე, ისინი ნამდვილად ეცოდინებათ, რას აკეთებენ, შეძლებენ ცვლილების შეტანას და სიცოცხლის გადარჩენას. და რა თქმა უნდა, რეალური ისრაელის უშუალო გამოცდილებას მიიღებენ. ასე რომ, გამოცდილებით ვიცი, რომ რეალური შეხება ისრაელთან საოცარია. ეს ძალიან ჩამთრევია. და მაშალად მსახურება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ამის მისაღწევად. ასე რომ, მათ ექნებათ ცნობა ყველაფერზე, დისპეჩერზე და ქუჩებზე. აბსოლუტურად. და სიმართლე ისაა, რომ ესენი ახალგაზრდა ზრდასრულები არიან. ანუ ისინი ბავშვები არ არიან. ისინი რეალურად ახალგაზრდა ზრდასრულები არიან, უმეტესობა 20 წელზე მეტის. ესენი არიან, იცით, კოლეჯის სტუდენტები, რომლებსაც ახლა შესვენება აქვთ აღებული. ჩვენ ეს გვაქვს. ეს პროგრამა აგვისტოდან დეკემბრამდე მიმდინარეობს, სადაც ისინი მთლიანად ჩაეფლონ ისრაელის გამოცდილებაში, მაგრამ ძალიან განსაკუთრებულ და უნიკალურ დონეზე და უდგებიან ამას სიცოცხლის გადარჩენის უნიკალური პერსპექტივიდან. და ვფიქრობ, ეს რაღაცაა, რაც ნამდვილად აძლიერებს და იცით ისრაელის ჩვეულებრივ გამოცდილებას, იცით მინიმუმ 10 ჯერ აძლიერებს. როგორია შეგრძნება, როცა იწყებ რაღაცა ახალს და ასეთ მნიშვნელოვანს? კარგი, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელია ამ პროგრამის აქ დაწყება. ახლა შევხვდი მონაწილეებს, ისინი ძალიან მოტივირებულები და აღფრთოვანებულები ჩანან, სურთ ჩაერთონ და სწავლა დაიწყონ და მეც ძალიან ველოდები ამას.
და ამ პროგრამასაც ველოდები. და იცით, ზოგადად ეს რაღაც მხრივ პილოტური პროგრამაა. იმ გაგებით, რომ პირველად ვიღებთ გამოცდილებას ამ კონკრეტულ ნიშაში. მიუხედავად იმისა, რომ NREMT პროგრამა დაახლოებით 10 წელია მიმდინარეობს, ეს კონკრეტული მიმართულება რაღაც ახალი და უნიკალურია. და მე ნამდვილად აფრთხილებული ვარ ამით და იმით, თუ სადაც აგვიყვანეს. ვფიქრობ, ეს ნამდვილად რაღაცა, რაც წინს აქცევს და დიდ შესაძლებლობას მოგცემს. უბრალოდ კიდევ ერთ დიდ შესაძლებლობას მისცემს ამერიკელ კოლეჯის სტუდენტებს, რომლებსაც სურთ ისრაელსაც და სამედიცინო სფეროსაც ახლოს გაეცნონ. და ვფიქრობ, ეს მართლაც უნიკალური კომბინაცია, როგორც ვამბობ და რაღაც ისეთი, რასაც ისინი რეალურად თან წაიღებენ და გამოიყენებენ, როცა შეერთებულ შტატებში დაბრუნდებიან. ეხლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ყველა მოსადის პროგრამისა, განსაკუთრებით ამ პროგრამის, არის ის, რომ მონაწილეებიც მართლაც სერიოზულ ცვნილს შეაქვთ ისრაელისთვის. აბსოლუტურად. და თუ შეიძლება, ამას სხვა კუთხითაც შევხედავთ, იცით, როგორც ვამბობ, მე უკვე 10 წელია მართავ ამ პროგრამას, NREMT პროგრამისთვის. და ესენი არიან სასწავლო პაუზაზე მყოფი სტუდენტები. იცით, ძირითადად სასწავლო პაუზაზე მყოფი სტუდენტები ან ახალგაზრდა წყვილები, რომლებიც აქ 1, 2, 3 წლის ან როგორც იქნება იმყოფებიან. ამიტომ ეს უბრალოდ კიდევ უფრო ამდიდრებს ამ ყველაფერს, რადგან ესენი არიან სტუდენტები, რომლებიც აქ რამდენიმე წლის განმავლობაში არიან და ეს მართლაც საოცარი პროგრამაა. ან ზოგისთვის უბრალოდ 1-2 წლისთვის ან იქნია როგორც იქნება. მაგრამ აქ ეს სრულიად ფოკუსირებული და განსაზღვრულია. ისინი მოდიან, იცით, ეს კოლეჯის სტუდენტები მოდიან მხოლოდ ამ მიზნისთვის. ასე რომ, როგორც ვთქვი, ეს უბრალოდ კიდევ ერთ ასპექტს მოიცავს ამ ტრენინგის ამერიკელებისთვის მიწოდებაში. და არა მხოლოდ ამერიკელები. ამ მონაწილეები სინამდვილეში არიან ამერიკიდან, კანადიდან და მხოლოდ ვიღაცა ავსტრალიიდან, პანამიდან, ასე რომ ეს ნამდვილად საერთაშორისო მასშტაბისაა. და ყავს პანამიდანაც კი. კანადიდან პანამამდე.